მოგესალმებით. გადაცემაში მონაწილეობისთვის გვაქვს ბევრი თემა, დაგროვდა ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით და მინდა ყველა მათგანზე ვისაუბროთ თქვენთან, თუმცა დავიწყებ ლუქსემბურგით, რაზეც მისალმებაში ვსაუბრობდით, სადაც საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა ასეთი რამ, რაც წეგავ თქვი, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის წლის ბოლოს, როდესაც კომისია ანგარიშს წარადგენს, იგეგმება ამ გამარტივებული წესით, რომ რაღაც შემოღებული იყოს უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. რას ნიშნავს კონკრეტული ჯგუფებისთვის? ანუ შეიძლება ეს მაინც პოზიტიურად აღვიქვათ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება აღარ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, შეგვიძლია ასე ვთქვათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საგარეო პოლიტიკური საკითხები აქტუალურია ნამდვილად ჩვენთვის. დღეს იყო განხილვა კიდევ ერთხელ საქართველოს საკითხის. ლუქსემბურგში შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს და კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სავიზო რეჟიმის თან დაკავშირებული საკითხების დაკავშირება როგორ ხდება საქართველოსთან მიმართებაში და კიდევ ერთხელ ნახეთ თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია საქართველოსთან მიმართებაში. რეალურად ხდება ის, რომ დაინახა ყველამ ძალიან კარგად, რომ ის მიმართულება, რასაც ქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა, შეუძლებელია მიმართულებით სიარული საქართველოსთან მიმართებაში და ზოგადად ყველასთან მიმართულებით. ეს ხო არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ხო რაღაც პოლიტიკის ინსტრუმენტად ეს უნდა გამოიყენონ. შესაბამისად, ახლა ხდება გარკვეული, ასე ვთქვათ, გზების ძიება, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან ის, რასაც არ აქვს ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის შიგნით მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, ანუ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ იდეას არ ყავს მხარდამჭერები, საკმარისი მხარდაჭერი, რაც სჭირდება ამის განხორციელებას. ბუნებრივია, ყველაზე ესეთი მწვავე კრიტიკოსები თუნდაც დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების თუ საქართველოს საკითხის, რატო ეს სხვა საკითხია, თუმცა ასე ვთქვათ, საქართველოს ოპოზიციაში ჩამდგარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ იმაზე, რომ მოსახლეობასთან დაკავშირებით, ადამიანებთან დაკავშირებით, მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეიძლება ეს პოლიტიკა გვქონდეს, რაც ნამდვილად გზავნილი იყო და ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ გარკვეული გზების ძიება კვლავ გრძელდება იმისთვის, რომ გარკვეულწილად მოხდეს ამ საკითხის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება. თუმცა მეორეს მხრივ ეს კარგად გამოიყენეს უკვე 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერებით. საუბარი ეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2025 წლის დასაწყისში მიიღო ხო ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება. კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის რეალურად შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი. ხო დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ძალიან ბევრი ვართ. ბოდიში გაწყვეტინებთ, რომ აი ბევრია, ზუსტად ბევრია ეს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებისთვისაც ისეცაც შემოღებულია, თუ არ ვცდებით 13-მდე ქვეყანამ შემოიღო ეს უვიზო რეჟიმის შეჩერება. რა კონკრეტულ ჯგუფებზეა მაშინ საუბარი? ანუ წლის ბოლოს რაღა უნდა განიხილოს? მე გამიჭირდება კაია კალასის ნაცვლად ამ ჯგუფებზე ვისაუბრო, ჩემთვის გაუგებარია რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ ესენი. ეს ერთი, მეორე ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცთენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება და ამაზეც ოდესღაც აუცილებლად გვექნება ჩვენ ამის შესაძლებლობა, რომ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს გადაწყვეტილებაც კი სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი და გაუმართავი გადაწყვეტილება, თუმცა მოდით ესე ვთქვათ, პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. ქონდა თუ არა საფუძველი მას და გამართლებულია თუ მყარია თუ არ არის, ეს არსებობს და დღეს ვთქვათ დიპლომატიური პასპორტების მფლობელები გარკვეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით არ დაქცეულა, ასე ვთქვათ, ქვეყანა და არაფერი არ მომხდარა ისეთი ძალიან ჩვეულებრივად, როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სავიზო რეჟიმი შემოღებული, ითხოვ ვიზას და იღებ ვიზას, ხო? ეს ჩვეულებრივი ამბავია. კონკრეტული ჯგუფების შემთხვევაში თუ ამ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფი შეეხება, მოდით ესე ვთქვათ, ხელისუფლებას, ანუ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მათ ვისაც
დიპლომატიური პასპორტის ფლობის უფლება აქვთ და აქვთ დიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ სწორედ ამ კატეგორიაზე ზეწოლისთვის სჭირდება ბრიუსელის გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ამ ზეწოლის მექანიზმის გამოყენება, ეს უკვე ადგილზეა, რამდენად ეფექტიანია, ხა ეს შეუძლიათ თავიანთი მიზნების მისაღწევად თავად გაზომონ. თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ან ვერავინ ვერ შეგაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, როგორც ხელისუფლებას, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს, შენი შვილების მომავალს, რომ ამ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და შევინარჩუნოთ ქვეყანაში უსაფრთხოება და დემოკრატიული მმართველობა. როდესაც დემოკრატიულ უკუსვლაზე გესაუბრებიან, თავად უგულებელყოფას აკეთებენ დემოკრატიის. განცხადებები გაკეთდა. რა განაპირობებს თქვენი აზრით, თვითმმართველობის არჩევნების განხილვაც იყო და სწორედ ამ კონტექსტში იყო, თორე რილიშიას ეწერა, რომ დემოკრატიის უკუსვლა. რაზე დაყრდნობით საუბრობენ ისინი, თქვენ როგორც საგარეო მინისტრი, როგორ აფასებთ ამას და რა განაპირობებს მათ ასეთ ყურადღებას ქვეყნის შიგნით, ანუ საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებისადმი. სურვილი მხოლოდ და მხოლოდ იმისა, რომ ეს სურათი დაინახო ალბათ საქართველოში. სხვანაირად საფუძველი არ არსებობს ამისი არანაირი. შენ არ შეიძლება ისაუბრო დემოკრატიულ უკუსვლაზე და რაღაც 56 და 57% და არც ამომრჩევლის ძალიან დიდი რაოდენობა უგულებელყო, ხო? სხვა გზა დემოკრატიულ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ჩვენ არ გვინახავს, რომ სადმე არსებობდეს, ხო? ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის მრავალჯერ ნაცადი აპრობირებული გზა, რომ მოსახლეობა, სამოქალაქო საზოგადოება საკუთარ პოზიციას, საკუთარ არჩევანს აკეთებს არჩევნებს. ეხლა ვის მოწონს და ვის არ მოწონს ეს არჩევანი, მათი პერსპექტივიდან თუ შევხედავთ დემოკრატიულ ქვეყნებში, მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს არის არჩევანი, ეს არის არჩევნების შედეგი, ყველამ უნდა მიიღოს პოზიციამაც, ოპოზიციამაც, გამარჯვებულმაც, დამარცხებულმაც და გააგრძელოს რაღაც ფორმით მუშაობა სახელმწიფო ინსტიტუტებში. დღეს საქართველოში რასაც ახალისებენ მსგავსი სურათის დახატვით არის დემოკრატიის საწინააღმდეგო პროცესი. პროცესი, რომელიც არის ქუჩაში, პროცესი, რომელიც არ არის სახელმწიფო ინსტიტუტებში და არ მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტებში. სწორედ ამის ახალისება ხდება, როდესაც შენ ამბობ, რომ მე ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივს არჩევენ ადამიანების არჩევანს, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს არჩევენ პატივს, არათუ ჩემი ამომრჩევლის არჩევანს არჩევენ პატივს, საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს დემოკრატიულ ქვეყანაში არცემენ პატივს, ხას უსვამენ და ასე ვთქვათ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობას. ამაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი, ანუ აქ საუბარი კი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირ მიმართული ასეთი ნაბიჯები და ასეთი ქმედებები და როდესაც შენ ამას ახალისებ, სხვანაირად როგორ დავინახო შენი საქციელი. ამ შემთხვევაში მე სხვა გზა არ მრჩება, უნდა აღვიქვა საქციელი ასე, რომ შენ ახალისებ სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობას მოქმედებებს ჩემს სახელმწიფოში და მაშინ რა თქმა უნდა მე უნდა მქონდეს ვალდებული ვარ მქონდეს შესაბამისი რეაგირება და ეს რეაგირება აღარ უნდა იყოს აღქმული, რომ მე თითქოს თავს ვესხმი ვიღაცას. მე არავის არ ვესხმი თავს, პირიქით მე მიწევს სწორედ თავდასხმებზე საუბარი ხმამაღლა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და ამაზე გავაგრძელებთ აუცილებლად საუბარს. ბატონო მაკა, ასეთივე რეაგირება იყო ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეეცვალა დღის წესრიგი მთავრობის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ პრემიერმა გადადო შეხვედრა შემდეგ რაც ის აქციაზე მივიდა, მე შემდეგ შევნახეთ დაჯარიმებული თქვენი ფინელი კოლეგა, რასაც საკმაოდ ისეთი მწვავე შეფასებები მოყვა თქვენი ოპონენტების მხრიდან და ასე შემდეგ და იყო ეს რეაქცია ხელისუფლების მხრიდან გაგებული მათი მხრიდანაც, ანუ როგორ იგებს ევროპა და ევროპელი კოლეგები ასეთ რეაქციებს თქვენგან, იმიტომ რომ იგივე ამ საბჭოს შეხვედრამდე ვიდრე შევიდოდა თქვენმა ფინელმა კოლეგამ, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, თქვა რომ სამხრეთ კავკასიის
კავკასიიდან ცოტა ხნის წინ დაუბრუნდი და სამწუხაროდ საქართველოში ვნახე ძალიან შემაშფოთებელია რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის რაც მიუღებელია საქართველოს ერთსულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს ვიდრე რუსეთს. ანუ ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთა ამ ფინელმა კოლეგამ რომელთანაც თქვენ პირადი შეხვედრაც ჰქონდა. მოდით მითხარით ერთი რომ ეს თქვენი რეაგირება რამდენად სწორად იყო აღქმული და მე გადავიდეთ თქვენ შეხვედრაზე იმიტომ რომ რატომ წავიდა ამ შთაბეჭდილებით მაინტერესებს რა საუბარი შედგა თქვენ შორის. მოდით მე დავიწყებ მაინც თავად ამ ვიზიტით ვიზიტის შემდგომ არ მქონია შესაძლებლობა რომ ამაზე მე საუბრა და ვიტყვი. ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა კონკრეტული მანდატით. და ეს კონკრეტული მანდატი იყო EUTHO-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, EUTHO-ს თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი. რაც ყოველწლიურად ყოველთვის ხორციელდება საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზიტს ფაქტიურად თავმჯდომარეობის დასასრულს არანაირი ფასი არ ქონდა, ასე ვთქვათ, საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, მარტში წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო, ხო? ამას ექნებოდა აზრი. როდესაც წლის ბოლოს, მაშინ როცა ერთი თვე გაქვთ თვენახევარი დარჩენილი თავმჯდომარეობის, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კიდევ კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში, პირიქით ხელი შევუწყოთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია როგორც EUTHO-ს თავმჯდომარე ქვეყანა. მან რეალურად დაარღვია ყველანაირი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს ამ შემთხვევაში, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას EUTHO-ს ფარგლებში. და კარგად გამოჩნდა, მე ვფიქრობ, 57 ქვეყანა მონაწილე ქვეყანა, თქვენ ნახეთ, ჩვენი რეაქცია იყო დიპლომატიის ჩარჩოებში, ჩვენი რეაქცია იყო საპროტესტო თუ არ ჩვენ არ დაგვიწყია ნამდვილად კომენტარების გაკეთება ქუჩიდან და ვიდეოების ატვირთვა Twitter-ზე, X პლატფორმაზე, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მის ვიდეოს გულისხმობთ აქციიდან, როგორც მოგწონთ. ჩვენ გავიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო, ასე ვთქვათ, წესები. სწორედ გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო EUTHO-ს ყველა მონაწილე ქვეყანამ. ამ ნოტას ჰქონდა გამოხმაურება და ეს გამოხმაურება ნიშანდობლივია. 57 ქვეყნიდან 10-მა მონაწილე ქვეყანამ, ასე ვთქვათ, აუბა მხარი და გაამართლა, ასე ვთქვათ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედება, ასე ვთქვათ, შეაგულიანა თუ მხარი დაუჭირა ამ შემთხვევაში. ესეც რაღაცას ნიშნავს. 57 ქვეყნიდან 10 ქვეყანა იჭერს მხარს შემთხვევაში, ალბათ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ. იმიტომ რომ თქვენი შეხვედრის მერე მოხდა ხო მისი აქციაზე ჩასვლა, იმიტომ რომ მეორე დღეს იყო პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრა. ამ საუბრის დროს, ანუ რა იყო მისი განწყობა, არ ვიცი, იცოდით რომ აქციაზე აპირებდა, იყო ისეთივე მწვავე როგორც მერე განცხადებებში თქვენთან პირად დიალოგის დროს. მოგეთ, რა იყო მისი პოზიცია, რისი თქმა უნდა მას საქართველოს ხელისუფლებისთვის? თუ საინტერესოა მოლოდინი, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო მისი მხრიდან, რო გითხრათ, არ ყოფილა ჩემთვის ეს გასაკვირი, ისი ეს ნაბიჯი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იყო პროგრამის ნაწილი, ეს არ იყო შეთანხმებული და ეს არ იყო წინასწარ გაწერილი, როგორც ეს ხდება ხოლმე ასეთი ვიზიტების დროს. მას, რა თქმა უნდა, კრიტიკას აქ არავინ გაურბის, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც დადგენილი წესები, რომლის ჩარჩოებშიც ჩვენ მოქმედებთ და როდესაც ახლა ამ წესებიდან ხდება სრულიად უხეშად რა თქმა უნდა, შენც რეაგირებ შემდგომ ამ ყველაფერზე. მოულოდნელი არ ყოფილა, მე ასე ვიტყოდი, თუმცა გამართლება ამის ნამდვილად ვერ მოხდება და ვერაფრით ვერ გავამართლებთ და რა თქმა უნდა, ის რეაქცია, რაც ჰქონდა ქართულ მხარეს, არის სრულიად ჯარი მას, აი რაზეც
მაინც იყო ესეთი შეფასებები ხო? ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწოდებენ ხოლმე სამართლის უზენაესობისკენ, რომ ყველა თანასწორია და თანაბრები ვართ კანონის წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ვინ არღვევს კანონს. ჩემს სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ სრული უფლება იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ასე ვთქვათ, გამოუწერონ ჯარიმა, თუ ის არღვევს კანონს. ახლა ის გადაიხდის თუ არ გადაიხდის, დიპლომატიური იმუნიტეტს გამოიყენებს თუ არ გამოიყენებს, ეს ახლა სხვა საკითხია, მაგრამ მე თუ კი კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარე, არავინ არ მიგრძალავს, არც ერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უკრძალავს სახელმწიფოს კანონების დაცვას. შესაბამისად, სრულიად სამართლიანი იყო ის ნაბიჯი, რაც გადაიდგა, როდესაც კანონის კონკრეტული მოთხოვნის დარღვევისთვის მას გამოეწერა ჯარიმა. ხა რამდენად მოხდება ამ ჯარიმის ეს ხომ არ გამოიწვევს იგივე ფინეთთან ან რაღაც ოფიციალურ თბილისი და ჰელსინკის ურთიერთობაში რაიმე იმას ან თუ მოყვა რამე რეაგირება თავად მისი ქვეყნიდან. არ გულისხმობ გასაგებია რომ ის რამდენიმე ქვეყანა ჩამოთვალეთ. რეაგირება ვხედავთ ხა ამაზე მეტი დაზიანება ყველანაირი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასვლას ნიშნავს, როდესაც ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე ქვეყანაში ჩადის და სახელმწიფოების წინააღმდეგ აქციაში იღებს მონაწილეობას და იქ უკვე არც კითხულობს ან რა არის ამ მოთხოვნა ამ აქციის ან რაზეა საუბარი და მიზან მიმართულად ავრცელებს სრულიად მცდარ ინფორმაციას იმ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებითაც კი ჯერ რომ უამრავი ხალხი იკრიბება და მეორე რომ იმ ხალხს ვინმე ერჩის სრულიად თავისუფლად შეკრებილ რამდენიმე ათეული ალბათ ადამიანი ჩანს კიდეც კადრებში და ამაზე თქვა რომ ახლა უამრავი ხალხი იკრიბება და თან მათ ვინმე უშლის შეკრებას აი ესეთი ცხადი სიცრუე ძალიან რთულია ხო ამას აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი მეტი შეფასება ერთის მხრივ ძალიანაც კარგია საქართველოს საზოგადოებამ თავის ქართული საზოგადოება თავად ხედავს ამ ყველაფერს გახსნილად ხდება უკვე ჩვენს თვალწინ ამ ყველაფრის მოქმედება შესაბამისად ყველას ძალიან კარგად აქვს შესაძლებლობა განსაჯოს და მე ვფიქრობ რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან სწორი აღქმა ქონდა ამ ყველაფრის და შემდგომ სამწუხარო არის ერთი რომ ასეთი ქმედებები აზიანებენ ერთადერთ რამეს ევროპის რეპუტაციას ევროკავშირის რეპუტაციას საკუთარი ქვეყნების რეპუტაციას ამ ქმედებით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებით არც საქართველოს ხელისუფლებას დაკლებია რამე, არც ქართულ ოცნებას დაკლებია რამე, არაფერი არ დაკლებია, დააკლდა ერთადერთ რამეს ევროკავშირის და ამ შემთხვევაში ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნის სახეს, რეპუტაციას დააკლდა ნამდვილად და ეს არის ძალიან ცუდი და ძალიან სამწუხარო. რა გავლენას იქონიებს ამ შემთხვევაში მინდა კითხოთ ახლა გერმანიის ელჩის გაწვევის კონსულტაციებზე საკითხზე, ანუ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ გაიწვია პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის თუ გამოიძახა, არ ვიცი ზუსტი დიპლომატიური ტერმინი, თუ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი საერთოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, არ ვიცი და რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი საქართველოს-გერმანიის ურთიერთობებზე. თქვენ ამბობთ, რომ იქ თქვათ ფინელი კოლეგა მოიქცა ისე, რომ მან ის ვერ დააზარალა და თავის ქვეყნის რეპუტაცია დააზარალა. ამ შემთხვევაში დაზარალდება თუ არა საქართველოს რეპუტაცია, არ მინდა ვთქვა, მაგრამ ურთიერთობა გერმანიასთან, როდესაც მათ ესმით აი გამუდმებით ძალიან მწვავე ბრალდებები პიტერ ფიშერის მისამართით და მეთანხმებით, ხო? აი ბევრი ესეთი განცხადება გაკეთებულა და პირდაპირ დადანაშაულება ხდება მისი ამ რაღაც არეულობის უკან, რევოლუციური სცენარების უკან, წახალისებაში, ძალადობის და ასე შემდეგ. მე არ ვიტყოდი რომ დადანაშაულება ხდება. ნახეთ, ერთ მხარეს არის ქმედებები, მეორე მხარეს არის, ასე ვთქვათ, მხილება ჩვენი მხრიდან და საუბარი ამ ქმედებებზე, თუ როგორ ვხედავთ ამ ქმედებებს. ახლა რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ზოგადად ბევრი რამ ხდება ჩვენს თავს ბოლო პერიოდში უპრეცედენტო. უპრეცედენტოა ასეთი ზეწოლა, რაც დღეს საქართველოზე ხორციელდება, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დამოუკიდებლად არსებობის
ისტორიაში შეიძლება ასეთი არ ყოფილა. ხო, ძალიან ბევრი რამ იცვლება თუ ძალიან ბევრ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება დღეს სხვაგვარად, უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა. შესაბამისად, ესეც უპრეცედენტო იყო თუ რა დონეზე დავიყვანეთ ამ სიტუაციაში, ამ ურთიერთობაში, ამ კონკრეტული ელჩობის პერიოდში საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობები. ესეც უპრეცედენტოა ჩვენთვის და ძალიან სამწუხაროა. ამაში მხოლოდ ელჩის ბრალეულობას ხედავთ, ბატონო მაკაბ. ელჩის პირველი ფუნქცია ქვეყანაში არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეწყობა. ხო, რაც არ უნდა მძიმე იყოს ურთიერთობები, ელჩის დიპლომატის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ ყველაზე მძიმე მოცემულობაში მონახოს გზები, როგორღაც გაამარტივოს და თუ კომუნიკაცია თუ უნდა. ეს არის დიპლომატის მთავარი ფუნქცია. როდესაც დიპლომატი იქით არის პირიქით მოწადინებული, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უარესი გახადოს, თუ კი არის, თქვათ, რაღაც მოცემულობა ისეთი, რომ არ არის მაინც და მაინც სასურველ მდგომარეობაში ურთიერთობა, აქ რა თქმა უნდა კიდევ უფრო მძიმეა ამ შედეგებთან გამკლავება. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა რეალობა, რომ ელჩმა, კონკრეტულმა ელჩმა იმის ნაცვლად, რომ რაღაც შეემსუბუქებინა თუ კი მძიმე იყო, პირიქით ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები დამძიმებულიყო. ძალიან სამწუხაროა, საქართველოს აგერ ფაქტიურად 1 წელია ელჩი არ ყავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ესეც გერმანული მხარის მიზეზია, ანუ არ გვაძლევთ აგრემასტურებთ, ჩვენ გარკვეული დრო ჭირდება, რა თქმა უნდა, პროცედურებს ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის თავიდანვე პრიორიტეტი იყო, რომ გერმანიაში ჩვენ ელჩი ყოლოდა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი დასრულებულიყო და დასრულდა. უახლოეს დღეებში საქართველოს ელჩი გაემგზავრება უკვე ბერლინში და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ ასე ვთქვათ, გერმანულ მხარესთან ელჩის დონეზე გვქონდეს კომუნიკაცია, რაც მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ სიტუაციაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. კონსულტაციებზე გამოძახებული ფიშერი აქედან არას ელოდებით, ანუ დაბრუნდება ის, ფიქრობთ, რომ ანუ თქვენი მოლოდინი როგორც საგარეო მინისტრის რა არის ამ ყველაფრიდან? ზოგადად საკმაოდ აქტუალური გახდა გერმანული საზოგადოებისთვისაც ელჩის საქმიანობა საქართველოში. ჩვენ ნახეთ ეს კითხვები გაჩნდა გერმანულ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, რაც ასევე არ არის მაინც და მაინც მიღებული რამ და სასურველი რამ, როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ და როდესაც ასეთი კითხვები ჩნდება, რა თქმა უნდა, ეს არის უსიამოვნო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის. უსიამოვნო იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ჩვენს რომელიმე ელჩს, რომ მსგავსი, ვთქვათ, რაღაც შემთხვევაში გულისხმობთ ოპოზიციის ლიდერის სახლის დაქირავებას, გულისხმობთ განცხადებებს, ანუ ბევრი კითხვა დაისვა იქ. ბევრი კითხვებია დასმული მის საქმიანობასთან დაკავშირებით და ზოგადად ახლა სულისკვეთებას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ისევ და ისევ. ელჩის სულისკვეთება უნდა იყოს ამ ქვეყანაში ის, რომ ხელისუფლებასთან კონდეს ურთიერთობა კონდეს ქვეყანასთან, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობაზე იყოს, ასე ვთქვათ, მის საქმიანობა მიმართული, რაც ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავინახეთ. მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამ წუთას ესეთი გადაწყვეტილებაა, რომ კონსულტაციებისთვის გამოძახებულია ელჩი ფიშერი ბერლინში. რამდენი ხანი გასტანს კონსულტაციები არავინ იცის, დაბრუნდება თუ არა ის. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა მაგალითად, რომ ეს შესაძლოა ელჩის გამოძახება იყოს ერთგვარი გადატვირთვის სიგნალი. ანუ თქვენც ასეთი მოლოდინი გააქვთ თუ პირიქით? მოდით ასე ვთქვათ, ეს არის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გარკვეული პოზიტიური დინამიკა გავაჩინოთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გქონდა მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, დაძაბვის მცდელობები ამ ურთიერთობის, რაც ჩვენთვის სასურველი არ არის. გერმანია, მოდით ასე ვთქვათ, საქართველოსთვის ყოველთვის იყო გამორჩეული პარტნიორი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო გერმანიასთან ურთიერთობები საქართველოსთვის.
ისტორიული ფაქტორებიდან გამომდინარეც ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან ის ურთიერთობები, რაც აშენდა ორ ქვეყანას შორის, ის მხარდაჭერაც არავის დავიწყებია, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ვაფასებთ და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ ურთიერთობების გავარესებაზე საუბრობთ დღეს ჩვენ და ამ ურთიერთობების გავარესების მცდელობებზე, რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ელჩის ხელით და ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს იქნება გარკვეული შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესება ვიხილოთ მინიმუმ კომუნიკაციაში და შემდგომ უკვე შევხედავთ თუ რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ჩვენი ურთიერთობები. ჩვენი სურვილი არის ის, რომ ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური დინამიკა და არა ნეგატიური. ქალბატონო მაკა, აქვე მინდა კითხო და მე ალბათ შევაჯამებ უკვე ევროპის თემას. უკვე 16 დღეა თქვათ ბრიუსელს არ დაუგმია და ამაზე თქვენც აკეთებთ ხელისუფლება აქცენტს აკეთებთ ხოლმე ძალადობრივი შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. მე უბრალოდ მინდა გკითხოთ, რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ დრომდე თუ რა ვიცი ანიმატმა ამ განცხადების გაკეთება, ვერავის დარწმუნება, რომ ეს შტურმი იყო, თქვათ ძალადობრივი, თუ კადრებშიც ჩანს, ხო, რა მოხდა, ანუ ძალიან მარტივია, რომ ვიდეო კადრები აჩვენოთ, რა ვიცი, მუცხოლ პარტიორს იქნება თუ კოლეგას და ეს უნდა დაინახოს, ხო? აი, რატო ვერ ხერხდება? მესმის, იქ რაღაც ფიშერის მასე, თქვათ, რაღაც წვლილზე ცუდი გაგებით საუბრობთ ურთიერთობაში, იქ ფინელ კოლეგაზე, მაგრამ ვერავის დარწმუნება ვერ შეძლო, თქვათ, ქართულმა მხარემ, რომ მინიმუმ აი ეს დაგმობა მიიღო რომელიმე ევროპული ქვეყნიდან ვიღაცა დაგმობდა ძალადობას, რომელიც ყველა მიხილეთ 4 ოქტომბერს. ხო, ძალიან ნიშანდობლივია ესეც თუ რაზე ხდება აქცენტების გაკეთება და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ დღეს, რომ ლუქსემბურგიდან გაკეთებულიყო ობიექტური შეფასებები საქართველოში მიმდინარე მოვლენების. თუ კი საქართველო იყო დღის წესრიგში. ხა დახურულ შეხვედრაზე ვინ რა ისაუბრა, ამაზე რთულია ჩემი მხრიდან საუბარი, რომელმა მინისტრმა რა თქვა დახურულ შეხვედრაზე და რამდენად იყო ობიექტური ეს დისკუსია. თუმცა ჩვენ ვხედავთ ცხადად, რომ ცდილობები იმ ადამიანებისა, იმ კონკრეტული წრის, რომლებიც ცდილობენ მუდმივად დახატონ საქართველოზე ძალიან ცუდი და ნეგატიური სურათი, ძალიან დიდია და ესენი არიან ყოველთვის უფრო აქტიურები, უფრო ხმამაღლა მოსაუბრეები და ქმნიან რაღაც საქართველოსგან ერთგვარ მტრის ხარჯს. და რა არის ამ განზრახობის მიზანი, ქალბატონო მაკა? მაშინ თუ ასეთი დიდი ჯგუფია თან ეს. ჩვენ ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. ანუ ხელისუფლების ცვლილება, დასაკუთარი სურვილით მოყვანა, როგორც თქვენ არსებობდეს, ცოტა ისტორიასაც თუ გადავხედავთ, საიდან იწყება ეს ყველაფერი, რას უკავშირდება ეს ყველაფერი, მე არ მინდა ახლა მძიმე ბრალდებები დავიწყო აქედან, თუმცა ძალიან დიდწილად უკავშირდება ეს ყველაფერი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ის ეწოლები, რაც საქართველოზე უსამართლო, სრულიად გაუმართლებელი, ფაქტიურად საინფორმაციო ომის პირობებში გვიწევს ჩვენ მუშაობა და საფაქტიურად ამ პირობებში გვიწევს ჩვენი სიმართლის მტკიცება, მაშინ როდესაც არის ხალხი, რომელსაც საერთოდ არ სურს არანაირი სიმართლის მოსმენა, ყველა ძალიან კარგად იცის, ყველა ძალიან კარგად ხედავს, ეს ხო ცხადია, ამაზე როგორ შეიძლება სხვა შეფასება გაკეთდეს და სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავებს, ჩვენ ნახეთ ევროპარლამენტარების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაც სუსის სპეცოპერაციაში მიუღია ქართული ოცნების ხელიერია, მე აქამდეც მივიდა მანამდე რომ იმ ხალხის ადგილას გავბრაზდებოდი, როცა გულანთებული მივდივარ ხელისუფლების დასამხობად და მე მეუბნებიან, რომ ეს შენი გულანთებული აქცია თურმე სუსის მოწყობილი ყოფილა. სრულიად ამოვარდნილია ყველაფრიდან მსგავსი განცხადებები, მსგავსი შეფასებები, ეს რაღაც შედარებების გაკეთდა ხო არჩევნების შემდგომ რაღაც გაჟონილი მელანის რაღაც კამპანია, რომ დაიწყეს, რომ ამით უნდათ არჩევნების დისკრედიტაცია. ახლა ამით უნდათ დისკრედიტაცია გააკეთონ ამ ყველაფრის და შესაბამისად თავი შეიკავონ შეფასებებისგან. ეს კიდევ ერთხელ ძალიან ცუდია, აზიანებს ერთადერთ რამეს ევროკავშირის და ევროპის რეპუტაციას, მეც არაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ძალიან კარგად ვხედავთ, ქართულმა ხალხმა არაერთხელ და კიდევ ერთხელ ახლაც აჩვენა და გამოიჩინა სიბრძნე და მოქმედების მიმართულება, თუ რა სურს ქართულ ხალხს
ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რა სურს საქართველოში და რისი ნახვა სურს საქართველოში და ამის დანახვა თუ არ უნდათ, მაშინ კითხვა ალბათ მეორე მხარეს უნდა დავსვათ, რატო არ გვინდა დავინახოთ სიმართლე საქართველოში, რატომ არ გვინდა დავინახოთ რეალურად რა ხდება საქართველოში და რატომ ვცდილობთ მუდმივად დავხატოთ ის სურათი, რომელიც არ არის რეალობასთან საერთოდ. ხო და აი ამაში დარწმუნებას რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამას რა გაგებით გეკითხებით? იცით მუდმივად მესმის ხოლმე ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაზე მაგალითად რომ აი ისინი დარბიან კაბინეტებში გახსოვთ ხო კანდიდატის მიღების სტატუსის მიღების წინ უვიზოზეც ძალიან ხშირად მსმენია ბრალდებები ხელისუფლების მხრიდან რომ ოპოზიცია დარბის და ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები და თუ ისინი ამას აკეთებენ რატომ არ აკეთებს ამას თუ ვერ არ ვიცი ხელისუფლება ახლა მე ვერავის ვერ დავაბრალებ რატომ ვერ ვაკეთებთ რატომ არ ვაკეთებთ მეორე მხარეს უნდა იყოს ამის სურვილი რომ ეს დაინახო და მზად იყო ღია იყო იმისთვის მართლა გაინტერესებდეს რა ხდება და მართლა ბუნებრივად გქონდეს ინტერესი იმისა რომ ობიექტურად ფლობდეს სურათს ასეთი მსურველები რა თქმა უნდა არიან და რა თქმა უნდა არ არის ერთგვაროვანი ევროკავშირის შიგნით პოზიციები რა თქმა უნდა არ არის ერთგვაროვანი შეფასებებიც უბრალოდ რამდენად ხმამაღალია რომელი შეფასება ეს არის ხოლმე წინ რომელი მოდის ასე ვთქვათ თუმცა მე ვერ ვიტყვი იმას რომ ევროკავშირში ყველა ასე ფიქრობს ყველა ესე ფიქრობს რომ ქართული ხალხი უნდა დაისაჯოს ან დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში ან აი ესეთი ბნელია თუ შავია სურათი როგორცაც ხატავენ ხოლმე რა თქმა უნდა არიან ადამიანები რომლებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ თუ რა პროცესებთან გვაქვს საქმე სხვაგვარად ფიქრობენ თუმცა ესეც ერთგვარი პროცესია, რომელიც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს და ალბათ გარკვეული დრო დაჭირდება იმას, რომ ჩვენმა სიმართლემაც თავისი გზა იპოვოს და აუცილებლად იპოვის, სხვანაირად არ შეიძლება რომ. და მაშინ იცით რა მითხარით, რავადებს შემოს როგორ ვიკითხავ ვინ იცის, მაგრამ აი როცა საქართველოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ ევროინტეგრაციის კურსი არის უცვლელი და რომ ჩვენი ევროპული გზა არის გარდაუვალი, როგორ გესახებათ ამის რეალიზაცია პრაქტიკაში, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ამ დაპირისპირებული თუ რაღაც მწვავე განცხადებების და ურთიერთობების ფონზე, როდესაც ევროპული ბევრი სახელმწიფოსთან დღეს რაღაცების გარკვევას ვუნდებით, როგორ ხედავთ ეს როგორ რამ უნდა დაალაგოს ევროპაში ცვლილებებმა თუ აი რამ? ხო, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არც დღეს დაწყებულა, არც გუშინ დაწყებულა, არც დღეს და გუშინ მოგდომებია ის რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვიყოთ, ეს არის ძალიან ღრმა სურვილი ქართველი ერის, ქართველი ხალხის, საქართველოს ხელისუფლების, რომელიც ბუნებრივად წარმოადგენს ქართულ ხალხს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან მყარი რამ ჩვენი საზოგადოებისთვის, რასაც ქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროპასთან კავშირი. ბუნებრივია ესეთი მოკლე ვადიანი დღის წესრიგებით ვერ განისჯება და ვერაფრით ვერ ექნება ამას ესეთი გავლენა ამ ყველაფერზე, ხო? ასეთი ეტაპი არის დღეს, ასეთი მოცემულობა არის დღეს, თუმცა ხვალ შეიძლება სულ სხვა მოცემულობა იყოს. ანუ შესაძლოა რომ საქართველოს ისევ სასურველი პარტნიორი გახდეს ან საქართველოს სასურველი პარტნიორი აუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ევროკავშირის გაფართოებაზე რეალურად დავიწყებთ საუბარს და როდესაც მართლაც რეალურად დადგება ევროკავშირში გაწევრიანება დღის წესრიგში იმ ქვეყნებისთვის, რომელ ქვეყნებზედაც არის დღეს საუბარი, საქართველო აუცილებლად იქნება სასურველი პარტნიორი, იმიტომ რომ დღეს რეალურად არც ერთი ქვეყანა არ არის იქ იმ კართან მისული, რომელსაც ხვალ გაღება აქვს პერსპექტივაში და ხვალ ევროკავშირის წევრობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რა თქმა უნდა, არის ესეთი აღმართებით და დაღმართებით, ასე ვთქვათ, დამახასიათებელია ეს ჩვეულებრივი გზა არის ევროკავშირისკენ, ეს გავლილი აქვს ბევრ სახელმწიფოს, თუმცა როგორ მოხდება ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის საქართველოსზე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი, დიდწილად არის დამოკიდებული იმ გარემოებებზე, იმ გარემოზე, როგორც განვითარდება მაგალითად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, როგორ მოხდება ამ კონფლიქტის დასრულება, ომის შეჩერება და შემდგომ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ ისინი იყვნენ ევროკავშირის წევრობისთვის მზად და როდესაც მზაობაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, განმსაზღვრელი პირველ რიგში ჩვენთვის იქნება ისევ და ისევ განვითარება
და განვითარებას, რაც უდევს საფუძვლად ის ხო უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მთავარი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ და უსაფრთხო პირობებში განვითარდეს ჩვენი ქვეყანა და წინ წავიდეს იმისთვის, რომ იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის, თუ კი ესეთი წინ ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის ევროპის მხარესაც საკმაოდ რთულ პირობებში უწევს თავად ევროკავშირს არსებობა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ არის მარტივი მოცემულობა არც ევროკავშირისთვის და ჩვენ თუ საერთო ევროპულ უსაფრთხოებაზე, საერთო ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, იქ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე იყოს ეს ყველაფერი განხილული. თუმცა თქვენც არაერთხელ ახსენეთ უსაფრთხოება და ეს უდმივად აქტუალურია ხო დღევანდელ სამყაროში, მით უმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და უსაფრთხოების გარანტიების საკითხები, ხო, იქაც მუდმივად ამაზე მიდის მოლაპარაკებები. რა მექანიზმებს ხედავთ უსაფრთხოების სტაბილურობის შესანარჩუნებლად? მაშინ, როდესაც ევროპაზე ვისაუბრეთ, შეერთებულ შტატებთანაც ახლა იქ ომის თემა განიხილება, ჯერ საქართველოს საკითხზე არანაირი გამოხმაურება იქიდან არ არის, ანუ უსაფრთხოების ნაწილში ქვეყანა როგორ ხედავს თავის თავს უსაფრთხოდ? ხო, საკმაოდ რთულია დღეს საუბარი რაღაც გარანტიებზე. ერთადერთი გარანტია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დღეს უსაფრთხოების, ეს არის ხელისუფლების გონიერი პოლიტიკა და ფრთხილი პოლიტიკა და რა თქმა უნდა ჩვენი ხალხის გონიერება. ეს არის ეს ყველაზე დიდი უსაფრთხოების გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს. საქართველოს დღეს არ არის არც ერთი სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი, რომელიც თავზე დააფარებდა რაღაც უსაფრთხოების ქოლგას. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია. საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა იმასაც კარგად ვხედავთ, რომ დღეს საქართველოს ეს ქუდი ჯერ კიდევ არ ახურავს ამდენი წლის შემდგომ და ერთადერთი გარანტია, რაც დღეს საქართველოს აქვს, უსაფრთხოების გარანტიაზე ვსაუბრობ, ეს არის ხელისუფლების გონიერება და ქართული ხალხის გონიერება და თუ როგორ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული ისე, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ეს საკმაოდ ბევრია ასეთი საფრთხეები, არ არის მარტივი არც გეოგრაფიული, არც გეოპოლიტიკური მოცემულობა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი, თუმცა ხანდახან გაბედული პოლიტიკის გატარება. და რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ თითქოს უფრო მკაფიო გზავნილი გაკეთდა საქართველოსთან გულისხმობ იმას, რომ გაიგზავნა წერილები პრეზიდენტის, პრემიერის და ასე შემდეგ, თუმცა რეაგირება ჯერ ესეთი არ ყოფილა ვაშინგტონიდან. რა მოლოდინი გაქვთ, რა ნაბიჯებს დგამს საგარეო უწყება ამ მიმართულებით და გააქვთ მოლოდინი თუ აქაც თვლით რომ გადამწყვეტი ისევ უკრაინის ომის საკითხი იქნება ჯერ თუ შესაძლოა მოყვეს რაიმე ტიპის რეაგირება ვაშინგტონიდან, ნუ წერილებს თუ არა ამ გაგზავნილ ასე ვთქვათ რაღაც სიგნალებს აქედან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ძალიან ღიად გითქვამთ რომ სუფთა ფურცლი და მზად არის პარტნიორობის აღდგენისთვის საქართველო, მაგრამ უცნობია რა სურს თავად ვაშინგტონს. ასეა, ნამდვილად საქართველოს პოზიციები ცხადია, ღიად დაფიქსირებულია არაერთხელ, მათ შორის ძალიან სწრაფად, როდესაც პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაციამ, ასე ვთქვათ, დაიწყო არჩევნების შემდგომ ფუნქციონირება, ძალიან მალე გაკეთდა ასეთი საჯარო კომუნიკაცია ქართული მხრიდან, რომ ჩვენ სხვაგვარად ვხედავთ ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენ გსურს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს გარკვეულ შინაარსით, ასე ვთქვათ, შევსებული და ძალიან წუხვართ იმაზე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მივიდა იქ, სადაც მივიდა. და რა თქმა უნდა, სურვილი ამ ურთიერთობის გაჯანსაღების პოზიტიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გადატვირთვის საქართველოს აქვს და ყველაფერს გააკეთებს ამისათვის, რომ ეს ურთიერთობები, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით წავიდეს. თუმცა ამავდროულად ჩვენ ნახეთ, რომ ეს პერიოდიც ასევე დატვირთული იყო საკმაოდ მძიმე რიტორიკით, რაც გვესმოდა, შეიძლება არა სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე, შეიძლება არა უმაღლეს დონეზე, თუმცა გარკვეული ეს უკვე ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამბობთ, იმიტომ რომ საღდებიდანაც გვახსოვს ბევრი განცხადება, ოღონდ ეს ბაიდენის დროს. ბოლო პერიოდს გულისხმობთ. ბოლო პერიოდში შეიძლება სხვა დონეზე, სხვადასხვა მხრიდან, თუმცა გარკვეული, ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოების შეშფოთების მცდელობები ჩვენ ვიხილეთ, ხო? იყო იგივე მეგობარი აქტის განხილვა
განხილვის პროცესი და მასთან დაკავშირებული განცხადებები, საკმაოდ ისეთი აქტიური ვილსონის, ასე ვთქვათ, სოციალური კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ მეგობარი აქტი აღარ არის აქტუალური და ჩვენ მეგობარ აქტთან ხა სახელი ქვია ასეთი, თორემ არაერთხელ გვითქვას ეს არაფერი საერთო აქვს ამას მეგობრობასთან და ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ეს თემა უკვე დახურულია, შეიძლება ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია, ჩვენ როგორც ვხედავთ, ეს აქტი არ განიხილება, არც ცდილობები რაც იყო ამ აქტის სხვადასხვა აქტებში გადატანის და სხვადასხვა გზებით, ასე ვთქვათ, შემოპარების იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო რაიმე ფორმით მიღებული, ეს ამ წუთას არ განიხილება და არსად არ ჩანს, რომ ახლო მომავალში მსგავს რამ იქნება, მსგავსი ნაბიჯები იქნება გადადგმული, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია გქონდეს გარკვეული სიცხადე იმ ინტერესებთან დაკავშირებით, რაც იქნებოდა ვაშინგტონიდან. ამ ინტერესების ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, რაზეც ამ მეგობარი აქტის ინიციატორი, ეს კონგრესმენი ვილსონი უდმივად მიუთითებდა ხოლმე, ეს ჩინეთთან ურთიერთობა გახსოვთ, აი პროჩინული და პროირანული ქართული ოცნება ის ასე მოიხსენიებდა საქართველოს ხელისუფლებას და მუდმივად აპელირებდა საქართველოს ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მუდმივად ამბობდა, რომ აი ამიტომ ვერ იქნება ამერიკა პარტნიორი საქართველოს და ასე შემდეგ უამრავი სხვა კრიტიკაც გვესმის, მაგრამ ამაზე მინდა კითხოთ, ეს შესაძლოა იგივე ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა რაიმე კუთხით ხელისშემშლელი გახდეს დღევანდელი ადმინისტრაციის პირობებში. ნახეთ, საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობები არ არის იმ ტიპის ურთიერთობები, რომ ვინმეს შესფოთებას იწევდეს ზოგადად. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ასევე სტრატეგიული და უფრო მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და უფრო მაღალი დონის პარტნიორობა და თანამშრომლობა აქვთ ჩინეთთან, ვიდრე საქართველოს აქვს დღეს. ასე რომ ეს სპეკულაციური განცხადებები, რაც უკავშირდება არანაირად, მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე საფუძველი აქვს ამას იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ეს შეიძლება იყოს შემაშფოთებელი ან რაიმე შეშფოთების საფუძველი საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ კონკრეტულ გეოგრაფიულ მოცემულობაში, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, არავისთან დასამალად, არავისგან საიდუმლოდ, კარგად ვაცნობიერებთ იმ გეოგრაფიას, რა გეოგრაფიაშიდაც ვართ. და ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს გეოგრაფია და გეოპოლიტიკა გვაძლევს ამ შემთხვევებში და რა თქმა უნდა, ვალდებულიც ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არამც და არამც არ ნიშნავს ვინმეს საწინააღმდეგოდ მოქმედებას. ეს საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ გაუკეთებია და არც აკეთებს. ჩვენი საქმიანობა, ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი გადაწყვეტილებები ერთადერთ რამეს უკავშირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, პოზიციონირებაზე ფიქრი და გაძლიერებაზე ფიქრი და ამას ვაკეთებთ ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ, როდესაც საგარეო ურთიერთობებზეა საუბარი, რომ საქართველოს იყოს უფრო მყარად რეგიონში, საქართველოს კონდეს შესაბამისი პარტნიორობები იმ ქვეყნებთან, რაც ჭირდება საგარეო პოლიტიკის როგორ ვთქვა, პრიორიტეტები ძირითადი როგორია? შეგიძლიათ ეს მითხრათ და ეს იყოს ბოლო კითხვა, ვისაუბრეთ ევროპაზე, ვისაუბრეთ შეერთებულ შტატებზე და ყველგან ჯერ დაალაგების პროცესშია, ხო და ელოდება რაღაცებს საქართველოს. აი დღევანდელი გადმოსახად ახალ მსოფლიო რეალობაში როგორია ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები? საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ვკარნახობს და არას კონსტიტუცია ვკარნახობს ჩვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის საფუძველია. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მიმართულებები და დარჩება, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ამ ყველაფერს სჭირდება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის განვითარება. რა თქმა უნდა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ევროპის მიმართულებით უნდა გქონდეს ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ამას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის
მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულებით გააძლიეროს საქართველოს პარტნიორობა. იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები, იქნება ეს აზიის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, სხვადასხვა მიმართულებით, სადაც შესაძლებლობა გვექნება. ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევა, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა პირობებში ვითარდება საქართველო. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ასევე სხვადასხვა გეოგრაფიულ ძალიან მოშორებულ შეიძლება ერთი შეხედვით შორეულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებასაც და რა თქმა უნდა ჩვენი ინტერესების გატარებას ყველგან, სადაც მიგვიწვდება ხელი, სადაც მიგვიწვდება დიპლომატიური კავშირები და სადაც შეიძლება ვიპოვოთ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო რამ. დიდი მადლობა, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ღამის კურიერის სტუმარი. მადლობა დიდი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით უკვე ოთხშაბათს, კვლავ კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე სასაუბროდ.